მათეს სახარების განმარტება, თავი 26. და იყო რაჟამს დაასრულნა იესო ყოველნი ესე სიტყვანი, რქვა მოწაფეთა თვისთა. უწყითა რამე თუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაი იყოს და ძეკაცისაი მიეცეს ჯვარცმად. მაშინ შეკრბეს მღვდელმოძღვარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღვდელმოძღვრისასა და ზრახვაყვეს რაითა იესო საკვით შეიპყრან და მოკლან. ხოლო იტყოდეს ნუ დღესასწაულსა ამას, რაითა არა შფოთი იქმნესერსას შორის. სინედრიონი იყო უმაღლესი სასულიერო პოლიტიკური და რელიგიური დაწესებულება ძველ იუდეაში იერუსალიმის მეორე ტაძრის დაცემამდე. არსებობდა დიდი და მცირე სინედრიონი. მცირე სინედრიონი 23 კაცისგან შედგებოდა. დიდი სინედრიონი იუდეველთა უმაღლესი სასამართლო ორგანო 71 წევრისგან შედგებოდა. სინედრიონს თავმჯდომარეობდა 1 წლით არჩეული მღვდელმთავარი. მისი წევრები შეიძლება ყოფილიყვნენ ლევიანები, აარონის გვარიდან მომდინარე ებრაელები და წარმოშობით ებრაელები იუდეის სხვადასხვა დასახლებული პუნქტიდან. სინედრიონის წევრი განათლებული ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელსაც თორას გარდა უნდა სცოდნოდა ენები, მეცნიერების საფუძვლები, ხელობა, ასტრონომია და ასე შემდეგ. მათ ვისაც პასექის დამდეგ დღესასწაულზე უნდა მოემზადებინა მსხვერპლი, გაეწმინდა ტაძრის კედლები და სჯულისმიერი წესებით იატაკები და ჭურჭელი, რათა ღირსი გამხდარიყო პასექის კრავის ჭამისა, ახლა შეიკრიბნენ იმის მოსათათბირებლად, თუ როგორ დაესაჯათ უფალის სიკვდილით. მათ ეს სიფრთხილის გამო ჩაიდინეს, რადგან შიშობდნენ იესო ხალხის დახმარებით არ გათავისუფლებულიყო. ხოლო იესო იყო რაი ბეთანიას სახსა სიმონ კეთროვნისასა მოუხდა დედაკაცი, რომელსა აქ უნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალსასყიდლისაი და დაასხა თავსა მისა ინახით მჯდომარესა. ზოგიერთები ამბობენ, რომ უფალს ზეთი ორმა ქალმა სცხო, რომელთაც 4-ვე მახარებელი იხსენიებს. ერთი მათგანი, რომელიც იოანესთან იხსენიება, მარიამია, ლაზარეს და, ხოლო მეორე, ვისაც მათე ახსენებს, ისაა, რომელიც ლუკასა და მარკოსთანაც გვხვდება. ლუკასთან მოხსენიებული მეძავი იყო და სცხო უფალს მისი ქადაგების დროს, ხოლო მათესთან მოხსენიებულმაც იგივე გააკეთა, როდესაც მოახლოებული იყო უფლის ვნების ჟამი. ზოგიერთის თქმით, ეს სიმონ კეთროვანი ლაზარეს მამაა, რომელმაც უფალს უმასპინძლა. როცა ქალმა განწმენდილი კეთროვანი იხილა, დარწმუნდა, რომ შენდობას თვითონაც მიიღებდა და სულიერი კეთრისგან განიწმინდებოდა. მტკიცედ დაიჯერა რა ეს, ძვირფასი მირონი იყიდა და უფალს თავზე დაუნანებლად დაასხა. ასევე შენც თუ კი სულიერი კეთრი ფარისევლობისა გჭირს, გაბრმავებს და ღმერთს გაშორებს, მიიღე შენ სახლში იესო და მას მირონის სათნოებისას ცხე. რაც შეეხება ნელსაცხებელს, ნარდი არის სურნელოვანი მცენარე კატაბალახას ოჯახიდან, ინდოეთში ველურად მზარდი, რომლის ფესვებიდანაც იწარმოება სურნელოვანი ზეთი. თანამეინახეთა ნელსაცხებლით ცხება სერობის დროს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ხოლო იხილეს რაი მოწაფეთა განრისხნეს და იტყოდეს, რაისათვის იყო წარწყმედაი ნელსაცხებელისა ამის, რამე თუ შესაძლებელიყო ესე განსყიდად დიდ ძალის და მიცემად გლახაკთა. ხოლო იესო გულისხმაყო და რქვა მათ,
რა ისა შრომასა შეამთხვევთ დედაკაცსა მაგას, რამე თუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. ყველა დანარჩენი ქალი მაცხოვართან მიდიოდა სხეულის სიმრთელის მისაღებად. ის კი მივიდა იესოს პატივის მისაგებად და მისგან სულიერი კურნების მისაღებად. მას არ ქონდა სხეული რაღაცით დაავადებული, ამიტომაც ყველასთვის საკვირველი უნდა ყოფილიყო მისი მოქმედება. იგი იესოსთან მივიდა არა როგორც უბრალო ადამიანთან, არამედ როგორც ისეთ პირთან, რომელიც ადამიანზე მეტი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში თმებით არ შეუმშრალებდა ფეხებს. ხედავდა რა ქალის ფიქრებს, უფალმა დაუშვა, რომ ქალი მიახლოებოდა მას, რადგან მისი კეთილმოსაობა დიდი იყო და გულმოდგინება განუზომელი. იესომ თავისი უდიდესი შემწყნარებლობით მისცა ნება ქალს, რომ მირონი მის თავზე დაექცია. თუ მან არ ითაკილა ადამიანად შობა, ადამიანის მიერ მუცლით ტარება, რძით გამოკვება, რატომ უნდა გავიკვირვოთ, თუ არც ეს ქალი მოირიდა თავიდან. რამე თუ გლახაკნი მარადის თქვენთანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქვენთანა ვარ. ჩნდება ახალი კითხვა, რატომ უთხრა უფალმა აღდგომის შემდეგ მოწაფეებს, აჰა მე თქვენთანა ვარ დღე მუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში უფალი ამბობს, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. აქ ის საუბრობს სხეულებრივ არსებობაზე, რომელიც აღდგომის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ისეთი, როგორიც იყო იმჟამად. იხსენებს რა მაცხოვრის ამ სიტყვებს პავლე მოციქული წერს, თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აც უკვე აღარ ვიცნობთ. რამე თუ დამასხა მაგან ელსაცხებელი ესე ხორცთა ჩემთა და დასაფლელად ჩემდა ყო. ამინ გეტყვი თქვენ, სადაც აიქადაგოს სახარებაი ესე ყოველსა სოფელსა, ითქმოდის რომელიცა ესე ყო მაგან სახსენებელად მაგისა. აი შესრულდა ის, რაც ქრისტემ იწინასწარმეტყველა და მართლაც სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან დაინახავ, რომ იმ ქალზეც იუწყებიან, თუმცა კი იგი ცნობილი არ ყოფილა, არ ყავდა ბევრი მოწმე, არ გამოდიოდა ყველას წინაშე, არამედ გამოჩნდა სახლში და ამასთან ვინმე კეთროვნის ბინაში მხოლოდ უფლის მოწაფეთა თანდასწრებით. ვინ ამცნო, ვინ იქადაგა მასზე, მისმა ძალამ, ვინც ეს იწინასწარმეტყველა. სდუმან უამრავ გმირობაზე მეფეებისა და მხედართმთავრებისა, რომელთა ძეგლები დღესაც შემორჩა. სრულიად უცნობნი არიან ისინიც, ვინც ქალაქები ააშენა, ზღუდენი აღმართა, გამარჯვებები მოიპოვა, დაიმორჩილა ხალხები და მათზე იუფლა. მაგრამ ის, რომ მეძავმა ქალმა სურნელოვანი ზეთი დააქცია უფალს ვიღაც კეთროვნის სახლში 12 კაცის თანდასწრებით, ამას უგალობენ ქვეყნის ყოველ კუთხეში. რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ხსნოვნა ამ შემთხვევისა არ დაკარგულა. ყველგან ყოველ ქვეყანაში ყვებიან იმაზე, რაც მეძავმა ქალმა მოიმოქმედა ფარულად. მაგრამ მირონი ქრისტეს დაფლაზე როგორღა მიუთითებს? უფალი ამბობს, ამ ქალმა მირონის დასხმით აჩვენა, რომ ჩემი სხეული საფლავად დაიდება. ყოველივე ამას უფალი იუდას შესარცხვენად და შესაგონებლად ამბობს, რომლისგანაც იგი დაკრძალვისთვის გაიცემოდა. გადატანითი მნიშვნელობით კი კეთროვანი წარმართი ხალხებია, ცოდვილი დედაკაცი, ეკლესია წარმართთა კრებულისგან, რომელმაც მირონი ანუ რწმენა ქრისტეს თავს მის ღმრთეებას დაასხა, რადგან ყოველი რომელსაც წამს, რომ ქრისტე ღმერთია, ქრისტეს თავზე მირონს ასხამს. იუდა კი, რომელიც ამ ქალის გამო დრტვინავდა, იუდეველებს განასახიერებს, რომელნიც ქრისტეს ეკლესიის გამო აქამდე დრტვინავენ. მაშინ წარვიდა ერთი იგი 12-თაგანი, რომელსაც ერქვა იუდა ისკარიოტელი,
მღვდელმოძღვართა მათ. როცა უცხო ქალი მეძავი მიაგებს ასეთ პატივს, მოწაფე მიდის, რათა გაყიდოს იგი. მოძღვარს ჰქონდა ისეთი ძალა, რომ მეძავთაც კი თავისკენ იზიდავდა. მას რატომ ვერ მიიზიდა მოწაფე? მას შეეძლო მოწაფის მიზიდვაც, მაგრამ არ სურდა ძალით სიკეთისკენ მიედრიგა. მღვდელმთავრები არ ეძახდნენ მას, არც აიძულებდნენ. მან თვითონ საკუთარი ნებით მოიყვანა მოქმედებაში თავისი გადაწყვეტილება, ისე რომ ამ უწმინდურ საქმეში მას ერთი მრჩეველიც კი არ ყოლია. და რქუა, რა იქნებავს მოცემად ჩემდა და მე მიქცე იგი. ხოლო მათ მიუწონეს მას 30 ვერცხლი და მიერიდან ეძიებდა ჟამსა მარჯვესა, რაითა მისცეს იგი მათ. ჰოი ვერცხლის მოყვარებავ, რადგან ყველა ბოროტება მისგან არის შობილი. მას დემონებზე უფრო მეტად მოჰყავს სული მძვინვარებაში, როცა ეუფლება, აიძულებს დაავიწყოს ყველაფერი, თავიც, მოყვასიც და ბუნების კანონებიც. ართმევს მას გონებას და კაცს სულელს ხდის. ასეთი დიდია ბოროტება ვერცხლის მოყვარეობისა. მან აქცია იუდა გამცემელად. ისმინეთ ვერცხლის მოყვარენო, იუდას სენით დაავადებულნო. ისმინეთ და უფრთხილდით ვერცხლის მოყვარეობის ვნებას. თუ კი ის, ვინც ქრისტესთან იმყოფებოდა, ახდენდა სასწაულებს, სარგებლობდა მისი სწავლებით, მაინც ჩავარდა უბედურებაში იმის გამო, რომ არ იყო თავისუფალი ამ სენისგან. მით უფრო თქვენ, რომლებიც არ ისმენთ წმინდა წერილისას, უფრო ადვილად არ იქნებით ძნეულნი ამ საშინელი ვნებისგან, თუ კი იქნებით უზრუნველად. ეს ვნება ყველაზე საშინელია ვნებათა შორის. აქედან ჩნდებიან მკვლელები, ამის გამოა ომები და არეულობანი. აქედან მოდის ყოველი ბოროტება. ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუხდეს მოწაფენი იესოს და რქვეს მას, სადაგნებავს და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაი ესე. ხოლო იესო რქვა მათ, წარვედით ქალაქად კაცისა მისამე და არქოთ მას, მოძღვარი ეგრეთ იტყვის, ჟამი ჩემი ახლოს არს, შენთან აყო პასქაი ესე მოწაფითოთ ჩემით. და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვით არც აუბრძანა მათ იესო და მოუმზადეს პასქაი იგი. იუდა გასცემს უფალს, ესენი კი ზრუნავენ პასექისთვის. ის უთანხმდება მტრებს ფასზე, ესენი კი მზად არიან მისი მსახურებისთვის. იმასაც და ამათაც ერთნაირი მადლი ჰქონდათ მიცემული სასწაულების მოხდენისა, ერთნაირი მცნებები, ერთნაირი უფლებები. საიდან გაჩნდა განსხვავება? თავისუფლებიდან. იგია ყველგან მიზეზი კარგისა და ცუდისა. აქედანაც ჩანს, რომ იესოს არ ჰქონდა სახლი, არ გააჩნდა მუდმივი ადგილსამყოფელი. მე ვფიქრობ, რომ არც მოციქულებს ჰქონდათ იგი, რადგან სხვა შემთხვევაში იესოს იქ შესთავაზებდნენ მისვლას. მაგრამ იმათაც ყველას და ყველაფერს მორიდებულებს არ გააჩნდათ არაფერი. ჰოი თქვენ, ვინც იწყობთ დიდებულ სახლებს, ფართო აივნებს და მოსასვენებლებს, იცით, რომ ქრისტეს არ გააჩნდა მცირე თავშესაფარიც კი. ამა და ამ კაცთან, ამბობს უფალი, არ ასახელებს კონკრეტულ სახელს, მაგრამ ირიბად მიუთითებს, რომ ის ერთ-ერთი წმინდა ადამიანია, რადგან ჯერ ის იღებს მოწაფეებს, მოციქულებს, მახარებლებს, რომლებსაც უფალი უგზავნის, და შემდეგ თავად უფალი იესო ქრისტეს, რომელიც მოწოდების გარეშე სული წმინდის ჩაგონებით მიდის იმასთან, ვისთანაც ხედავს წმინდა ნათლობას. ესაა ადამიანი წყლის დოქით ხელში. რისთვის გზავნის ქრისტე მოციქულებს უცნობ ადამიანთან? რათა მათთვის ეჩვენებინა, რომ მას შეეძლო ვნება აეცილებინა თავიდან.
რადგან თუკი მან მხოლოდ ერთი სიტყვით განაწყო ადამიანის გული მისკენ, რომ მიეღო მისი მოწაფეები, რამდენჯერ უფრო მეტად შეეძლო ემოქმედა მათზე, ვინც ჯვარზე გააკრეს იგი, მაგრამ სურდა წამება თავისი ნებით მიეღო. დავით არცა შემწუხრდა, ინახით ჯდა იესო 12-თა მათთანა. კაცთ მოყვარე უფალს სურდა, რომ ბოლომდე იუდასათვის იმად დარჩენილიყო, რაც იყო დანარჩენი მოწაფეებისთვის, მეგობარი, მოძღვარი და მამა. უკანასკნელი ვახშამი, რომელიც ასე სავსე იყო მოჭარბებული გრძნობებით, არაჩვეულებრივი სიყვარულითა და მადლიერებით, დასაღუპად გამზადებული მოციქულისთვის უნდა ქცეულიყო უკანასკნელ მოწოდებად სინანულისა. დავით არცა ჭამდეს იგინი, რქვა იესო, ამინ გეტყვი თქვენ, ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე. ის, ვინც წინასწარმეტყველებს მომავალ ვნებაზე, წინასწარმეტყველებს ღალატსა და გაცემაზეც და ამით გამცემს აძლევს სინანულის საშუალებას, მიახვედრებს რა, რომ მაცხოვარმა იცის მისი ფარული ზრახვები. ერთია, რომ იესო ქრისტე მიზანმიმართულად არასახელებს გამცემს. ერთი თქვენგანი გამცემს მე, მიანიშნებს ზოგადად ცოდვაზე, ღალატზე, გაცემაზე, რათა ის, ვინც ამის შესახებ იცის, მიხვდეს და შეინანოს. და იგინი შეწუხნეს ფრიად და იწყეს კაცად მათმან სიტყვად, ნუ უკვე მე ვარ უფალო. რა თქმა უნდა, 11-მა მოციქულმა დარწმუნებით იცოდა, რომ ისინი მსგავს არაფერს აპირებდნენ უფლის წინააღმდეგ. ისინი საკუთარ თავზე მეტად მოძღვარს ენდობოდნენ. სცნობდნენ რა თავიანთ სისუსტეს, შიშით და მწუხარებით კითხულობდნენ იმ ცოდვის შესახებ, რომელიც არ იცოდნენ, მე ხომ არა უფალო. ხოლო თავად მან მიუგო და რქვა მათ, რომელმან შთამოყოს ჩემთანა ხელი პინაგსა ამას, ამან მიმცეს მე. საოცარია უფლის მოთმინება. თავდაპირველად მან თქვა, ერთი თქვენგანი გამცემს მე, მაგრამ არ დაასახელა ვინ. ეს მაშინ, როცა დანარჩენები უფლის სიტყვებმა დაამწუხრა და პირში ლუკმის ჩადების სურვილიც აღარ ჰქონდათ. იუდამ უსირცხვილოდ და თავხედურად ჩაყო ხელი ჯამში მაცხოვართან ერთად. ძესამე კაცისაი წარვალს ვითარცა წერილარს მისთვის, ხოლო ვაი კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაი მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი. მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი და თქვა, ნუ უკვე მე ვარ მოძღვარ. რქვა მას იესო, შენს თქუ. შეიძლება ვინმე მიკითხოს, თუ დაწერილია, რომ ქრისტე ასე უნდა ევნოს, რისთვის ისჯება იუდა? მან შეასრულა ის, რაც დაწერილია. მაგრამ მან ეს გააკეთა არა ამ აზრით, არამედ ბოროტებით. თუ ჩვენ არ შევხედავთ მიზანს, მაშინ ეშმაკსაც გავათავისუფლებ ბრალისგან, მაგრამ არამც და არამც. ისიც და სხვაც ღირსნი არიან ურიცხვი სატანჯველისა. რადგან იუდას გამცემლობამ კი არ გამოიხსნა, არამედ მაცხოვრის სიბრძნემ და მისმა უდიდესმა გონიერებამ, რომელიც სხვათა ბოროტებასაც კი ჩვენთვის სასიკეთოდ აქცევს. თუ კი იუდა მას არ გასცემდა, განა მას სხვა ვინმე არ გაიმეტებდა. მაგრამ ყოვლად ბრძენმა იცოდა, თუ როგორ უნდა შესრულებულიყო ჩვენი გამოხსნა, კიდეც რომ არ მომხდარიყო გამცემლობა. სიბრძნე მისი ძალზე დიდი და მიუწდომელია. ამიტომაც რომ არ ეფიქრა ვინმეს იუდა ემსახურებოდა გამოხსნის საქმეს, იესო უბედურ ადამიანს უწოდებს მას. მაშინ იუდამ მისმა გამცემმა თქვა, მე ხომ არა ვარ რაბი. მას შემდეგ, რაც დიდად დამწუხრებულმა 11-მა მოციქულმა ცალ-ცალკე დაუწყო მაცხოვარს კითხვა, მე ხომ არა ვარ უფალო, რათა თავიანთი დუმილით არ ეჩვენებინათ
თითქოს მოღალატეები იყვნენ. იუდაც, რომელსაც სინდისი აწუხებს და რომელმაც თავხედურად ჩაყო ჯამში ხელი, იმავე კითხვას უსვამს უფალს. მე ხომ არა ვარ რაბი? 11 მოციქული უფალს უწოდებს მაცხოვარს, ხოლო იუდა რაბი, ანუ მოძღვარს. ამით თითქოს თავს იმართლებს, რომ ცუდად ღმერთს კი არა, მოძღვარს ექცევა. და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური და მადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და რქვა მათ. მიიღეთ და ჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და მადლობდა და მისცა მათ და თქვა: სულ ამისგან ყოველთა, ესე არის სისხლი ჩემი აღლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა. ყველაფერში დავემორჩილოთ ღმერთს და ნურაფერში შევეწინააღმდეგებით მას. მისი სიტყვები ჩვენი აზრებისთვის მიუღებლადაც რომ მოგვეჩვენოს. დაემისმა სიტყვა მართოს ჩვენი ფიქრები და განსჯანი. მისი სიტყვა უტყუარია, ჩვენი გრძნობა კი ადვილად ცდება. ამიტომ, როცა ქრისტე ამბობს, ეს არის ჩემი ხორცი, უნდა დავრწმუნდეთ, ვირწმუნოთ და ვუყუროთ ამას სულიერი თვალებით. შენ რომ ყოფილიყავი უსხეულო, მაშინ ქრისტე ამ ძღვენს უსხეულოდ გიბოძებდა. რამდენადაც შენი სული შეერთებულია სხეულთან, ამიტომ სულიერს გამცნებს გრძნობის მიერით. ბევრისგან გაიგონებ, ნეტავი მეხილა სახე ქრისტესი, მისი გარეგნობა, ჩაცმულობა. შენ ხედავ მას, როცა ეხები წმინდა საიდუმლოს და ჭამ მას. შენ გსურს მისი სამოსლის დანახვა, ის კი გაძლევს საშუალებას არა მარტო მისი დანახვისა, არამედ შეხებისა და მისი საზრდელად მიღებისა. ქრისტემ გალილეის კანაში ერთ დროს წყალი ღვინოდ გარდააქცია. განა არ უნდა იყოს სარწმუნო, რომ ღვინოს გადააქცევს სისხლად. პურის სახით ჩვენ მოგვეცემა ხორცი, ხოლო ღვინის სახით მოგვეცემა სისხლი, რათა ქრისტეს ხორცსა და სისხლთან ზიარებით ვიქცეთ თავისიანად ხორცითა და სისხლით. ამრიგად ჩვენ ხვდებით ქრისტეს მატარებლები, როცა მისი წმინდა ხორცი და სისხლი შეუერთდება ჩვენს სხეულს. ასე რომ არავინ უნდა მიეახლოს მას მოუფრთხილებლად, არავინ უნდა მივიდეს მასთან სულმოკლეობით, არამედ ანთებული სიყვარულით, დიდი მონდომებითა და სიფხიზლით. ცოტა სასჯელი არ ელის მათ, ვინც ეზიარებიან უღირსად. დაფიქრდი, რამდენი გულისწყრომა გიჩნდება გამცემლისა და მათ მიმართ, რომელთაც ჯვარზე გააკრეს ქრისტე. გაფრთხილდი, რომ შენც არ იქცე მოწინააღმდეგეთ ქრისტეს ხორცისა და სისხლისა. შესაძლოა თქვას ვინმემ, ხორცი ხომ არ ჩანს, ეს ჩვენი უძლურებისა გამო ადამიანო, რამდენადაც პური და ღვინო არსებითად ჩვეულებრივი ნივთებია ჩვენთვის, ხოლო რამდენადაც შემოთავაზებული ხორცისა და სისხლის დანახვა აუტანელი იქნებოდა და პირს ვიბრუნებდით მისგან. ამდენად კაცთმოყვარე ღმერთი ჩვენდამე გულმოწყალების გამო უნარჩუნებს პურისა და ღვინის სახეს, მაგრამ ისინი გარდაიქმნებიან ხორცად და სისხლად. ხოლო გეტყვი თქვენ ვითარმეთ, არ ღარავ სვამე ამიერიდან ნაყოფისაგან ამის ვენახისა, ვიდრე მუნ დღედმდე რაჟამსიგი სვა თქვენთანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა. რატომ თქვა შევსვამ ახალს მამა ჩემის სასუფეველშიო? რათა უბრალო ხალხს აღდგომა არ მიეჩნია რაღაც მოჩვენებად. ამიტომაც მოციქულები აღდგომის ჭეშმარიტებაში დასამოწმებლად ამბობდნენ, მისთანავ ჭამდით და ვსვემდით. და გალობაი წართქვეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა. და გაიგონონ მათ, ვინც ღორებს ემსგავსებიან, როცა ლოცვის გარეშე იღებენ საზრდოს,
ხოლო მაგიდიდან თვალებით გებიან, რომ საჭიროა მისი მადლიერებითა და გალობით დასრულება. გაიგონეთ თქვენც, ვინც არ უცდით ლოცვების დასრულებას საიდუმლოთა შესრულებისას, რადგან ეს ლოცვა არის სახე იმ ლოცვისა. ქრისტე ჯერ მადლობდა, ვიდრე მოწაფეებს ტრაპეზს შესთავაზებდა, რათა ჩვენც მადლობდეთ უფალს საკვების მიღებისას. მაგრამ რატომ წავიდა იგი მთაზე? იმიტომ, რომ იმათ ჩვენებოდა, რომელთაც სურდათ მისი შეპყრობა, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი იმალება. ამიტომ ისწრაფოდა იმ ადგილზე მისვლას, რომელიც იუდამ იცოდა. მაშინ რქვა მათ იესო, თქვენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამე თუ წერილ არს, დავსცემ წყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი, ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა წარგიძღვე თქვენ გალილეას. მიუგო პეტრე და რქვა მას, დაღა თუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დაბრკოლდე. ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. მოწაფის ამ თვით დაჯერებულ სიტყვებში ორი დანაშაული იმალებოდა. პირველი ის, რომ იგი ეპასუხებოდა, მეორე კი ის, რომ თავს სხვებზე უფრო ძლიერად თვლიდა. თუ უკეთ ვიტყვით, იყო მესამე დანაშაულიც, ის, რომ ყველაფერს თავის თავს მიაწერდა. ასე რომ ამის განსაკურნებლად ქრისტემ დაუშვა მისი დაცემა. პეტრე განასხვავებს საკუთარ თავს სხვა მოციქულებისგან, თითქოს ეს თავხედობით მოსდის, თუმცა შემდეგ მიხვდება, რომ შეცდა. ადამი შეცდა, შესწოდა და დამარცხდა. შეცდა პეტრეც და მცირე ხნით დამარცხდა, მაგრამ შემდეგ გაიმარჯვა ამ შეცოდებაზე. როგორ? საკუთარი თავის დაუყოვნებლივ უარყოფით, მწუხარებით და ცრემლიანი სინანულით. სწორედ სინანულის ცრემლია ყველაზე ძლიერი წამალი ღმერთთან მისასვლელად. რქუა მას იესო, ამინ გეტყვი შენ, რამე თუ ამას ღამესა ვიდრე ქათმისა ხმობადმდე, სამგზის უარ მყომე. რქუა მას პეტრე, დაღაცა თუ ჯერ იყოს სიკვდილი ჩემი შენთანა, არასადა უარყო შენ და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს. ქრისტემ დაუშვა პეტრეს დაბრკოლება, რათა ესწავლებინა მისთვის, რომ ყველაფერში მინდობოდა და დამორჩილებოდა მას და მისგან განსაზღვრული მიეჩნია უფრო სარწმუნოდ, ვიდრე საკუთარი მსჯელობა. სხვებმაც არ მიიღეს ცოტა სარგებელი მისი დაბრკოლებიდან, აღიარეს რა ადამიანური უძლურება და ღვთიური ჭეშმარიტება. როგორი მშვიდი და მდაბალი გახდა პეტრე ამ დაცემის შემდეგ, როცა მან აღდგომის შემდგომ თქვა, უფალო, ხოლო ესერა და გაჩერდა, აღარ იკადრა უკვე შეპასუხებოდა როგორც ადრე, არამედ გაჩუმდა. ამის შემდგომაც, როცა სახლის ბანზე ხილვისას ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა მას, კვლავ იყო ხმა მისა მიმართ, რაც წმინდაყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. თუმცა არ იცოდა ცხადად, რას ნიშნავდა ეს სიტყვები, დუმდა და არ ეკამათებოდა. ყოველივე ეს იყო ადრინდელი დაბრკოლების შედეგი. აქედან ჩვენც ვსწავლობთ იმ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას, რომ ადამიანის მინდობა საკუთარი თავისადმი არასაიმედოა, თუ ზემოდან არ ექნება შეწევნა. ასევე ჩვენც ვერანაირ სარგებელს მივიღებთ ზეციდან შეწევნით, თუ კი მოკლებულნი ვიქნებით საკუთარ მცდელობას. მაშინ მოვიდა იესო მათთან ადგილსა, რომელსა რქვიან გეთსემანია, და რქვა მათ, დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო. სამოთხეში ედემის ბაღში პირველი ადამიანი ცოდვით დაეცა, ხოლო გეთსემანიის ბაღში დაიწყო გამომხსნელი სატანჯველები მეორე ადამისა, იესო ქრისტესი.
რამდენი შინაგანი მწუხარება, რამდენი სულიერი ტანჯვა დაითმინა მან აქ. იქამდეც კი ვიდრე მას შეიპყრობდნენ მის ხორციელ მწუხარებათა დაწყებამდე. ანა და კაიაფა მღვდელმთავრების ეზოში, პილატეს პრეტორიაში და ბოლოს გოლგოთაზე აღმართულ ჯვარზე. დიახ, ეს იყო ღამე, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება, ვიდრე იქნება ქვეყნიერება. ეს იყო ღამე ქვეყნიერების მხსნელის სიკვდილის წინა მწუხარებისა, ყველაზე საშინელ და აუტანელ მწუხარებათა გადატანისა. და წარიყვანა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად. ყველა არ წაიყვანა, რათა არ შეხვედროდათ დაბრკოლება, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც უკვე იყვნენ მოწმენი მისი დიდებისა. მაშინ რქვა მათ იესო, შეწუხებულარს სული ჩემი ვიდრე სიკვდილადმდე, დაადგერით აქა და იღვიძებდით ჩემთანა. და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თვისა, ილოცვიდა და იტყოდა, მამაო ჩემო, უკვე თუ შესაძლებელარს, თანა წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე, ხოლო არა ვითარ მემნებავს, არამედ ვითარცა შენ. მამაო, თქვა მან როგორც თანაარსმა, თუ შესაძლებელია, ხოლო ეს თქვა არა იმიტომ, რომ არ იცოდა, არამედ იმიტომ, რომ ამით გვასწავლა ჩვენეულ ნებას ის ვამჯობინოთ, რაც საღვთოა, რადგან მხოლოდ ისაა შეუძლებელი, რასაც ღმერთი არ იზრახავს, ან რასაც იგი არ დაუშვებს. შემდეგ თქვა, მაგრამ არა როგორც მემნებავს, არამედ როგორც შენ. ასე თქვა, რადგან თუმცა თვითონ იგივე ნება იყო მამისა, როგორც ღმერთი, მაგრამ აქ ადამიანობის ბუნებისეულ ნებას წარმოაჩენდა იგი, როგორც ადამიანი, რადგან ბუნებით სწორედ ეს ნება გაურბის სიკვდილს. იესო ქრისტემ ამ ლოცვით მიმართა მამა ღმერთს არა იმის გამო, რომ ეშინოდა მომავალი ნებისა და ტანჯვის, ან არ სურდა მისი მოთმენა, არამედ ამ ლოცვის მაგალითით სურდა ეჩვენებინა, როგორ ვუერთგულოთ ღვთის ნებას ისე, როგორც გვასწავლა თავმდაბლობა, თავისი პირველი განსაცდელებით და გამოცდებით. იგი განკაცდა და მოვიდა ქვეყნად ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. ის ჩვენთვის ევნო, მოკვდა, დაიმარხა, აღდგა, გაათავისუფლა ჯოჯოხეთის ტყვენი და გაუღო მათ სასუფევლის კარი. როგორ ძლიერ შეგვიყვარა უფალმა, აღმოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან და აღგვამაღლა ზეცაში. და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი და რქვა პეტრეს, ესოდენ ვერ უძლეთ ჟამერთ მღვიძარებად ჩემთანა, იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა, სული გულს მოდგინიარს, ხოლო ხორცნი უძლურ. რადგანაც პეტრე და სხვა მოწაფეები გაბედულები იყვნენ, ამ ხელს მათ უძლურებას, როგორც ადამიანებისას, რომლებიც ფრიად დაუფიქრებლად ლაპარაკობდნენ, განსაკუთრებით კი პეტრეს მიმართავს. როგორ ვერ შეძელით 1 საათი გეფხიზლად ჩემთან ერთად და სულს თქვენსას ჩემთვის როგორღა დადებთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც მხილებით განგმირა, ისევ კურნავს მათ, როცა ეუბნება. სული ფხიზელია, მაგრამ ხორცი თავისი უძლურებით ეწინააღმდეგება მას. ანუ ეუბნება, მე გპატიობთ თქვენ, რადგანაც უძლურებისგან ჩათვლიმეთ და არა იმის გამო, რომ უგულვება მყავით. ასე რომ, რადგანაც უძლურნი ხართ, ნუ კადნიერდებით, არამედ ილოცეთ, რომ როგორმე განსაცდელში არ ჩავარდეთ. უფალი განსაცდელთა გარეშე ყოფნას კი არ გვიბრძანებს, რომლებიც ჩვენ გვირგვინოსან ყოფენ, არამედ თავის დაცვას განსაცდელთაგან, რათა არ დავინთქათ მის წიაღში. ყვალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა და თქვა, მამაო ჩემო,
უკვე თუ ვერ შესაძლებელ არს სასუმენი ესე თანაწარსვლად ჩემდა, რაითამცა არა შევსვი იგი, იყავნ ნებაი შენი. და მოვიდა და კვალად პოვნა იგინი მძინარენი, რამე თუ იყვნენ თვალნი მათნი დამძიმებულ. და დაუტევნა იგინი და კვალად წარვიდა მესამედ და ილოცვიდა და მასვე სიტყვა საიტყოდა. შიშის ორმაგი გააზრება არსებობს, რადგან არსებობს ბუნებითი შიში, როდესაც არ ნებავს სულს სხეულისგან განყოფა. დასაბამიდანვე შთანერგილი აქვს რა მას შემოქმედის მიერ სხეულისადმი ბუნებითი თანალმობა. ამიტომაც ბუნებითად არის რომ ეშინია მას, შეურვებულია და გაურბის სიკვდილს. მაგრამ თუ ყველაფერი არარსებობიდან შემოვიდა არსებობაში შემოქმედის მიერ, მაშინ ბუნებითად აქვს ყველას არსებობის სურვილი. როდესაც ღმერთის სიტყვა კაცი გახდა, მასაც ჰქონდა ეს სურვილი. ავლენდა რა ერთი მხრივ ბუნებისათვის საარსებოთა მიმართ აღძრულობას, რადგან სურდა მას ჭამას, ძილი და ბუნებითად იღებდა კიდეც ამად გამოცდილებას. ხოლო მეორე მხრივ უკუ მიქცევას გამხრწნელთაგან, როგორც ეს იყო ჯვარცმის ჟამს, როდესაც იგი ნებაყოფლობით განერიდებოდა სიკვდილს. ამასთან თუმცა კი ბუნების რჯულით ხდებოდა მოვლენები, მაგრამ არა იძულებითად, რადგან ინება რა ნებაყოფლობით ითვისა მან ბუნებისეუნი. ამიტომ ეს შიშიც, ძრწოლაც და ურვაც ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულებანია და არა ცოდვაზე დამოკიდებული. ღმრთეება არანაირად არ შეიწყნარებს ვნებულებას ვნებულის სხეულის გარეშე. არც შეძრწუნებასა და მწუხარებას ავლენს იგი შეწუხებული და შეძრწუნებული სულის გარეშე. არც თუ მშფოთვარებს და ლოცულობს მშფოთვარე და მლოცველი გონის გარეშე. თუმცა არათუ ბუნების ძლეულობის გამო აღესრულებოდა ეს მოვლენები, არამედ ნამდვილობის წარმოსაჩენად ხდებოდა ის, რაც მოხდა. ეს სიტყვები კი იმას ცხადყოფს, რომ ნებაყოფლობის გარეშე როდი დაითმენდა უფალი ყოველივე ამას. მაშინ მოვიდა მოწაფეთა და რქვა მათ, დაიძინეთ ამიერიდან და განისვენეთ. აჰა ესე რა მოახლებულ არს ჟამი და ძე კაცისაი მიეცემის ხელთა ცოდვილთასა. აღდეგით წარვიდეთ ამიერ, აჰა ესე რა მოიწია მიმცემელი ჩემი. და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესე რა იუდა ერთი იგი 12-თაგანი მოვიდა და მისთანა ერი მრავალი מחვილებითა და წათებითა ღვდელმოძღვართაგან და მოხუცებულთა ერისათა. უბედური იუდა, მაგრამ არასიბრალულის ღირსი. ამავე ურწმუნოების გამო, რომლითაც მოძღვარს უღალატა, ჩათვალა რომ მაცხოვარი სასწაულებს საღვთო ძალით კი არ აღასრულებდა, არამედ ჯადოქრობით. რადგან იუდას სმენოდა თაბორის მთაზე უფლის ფერის ცვალების შესახებ. თვლიდა რომ შეიძლებოდა იმავე ფერის ცვალების გზით შეძლებდა მმართველთა ხელიდან გათავისუფლებას. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და რქვა, რომელსა მე ამბორს უყო, იგი არს შეიპყართ იგი. და მეხსეულად მოუხდა იესოს და რქვა, გიხაროდენ მოძღვარ და ამბორს უყო მას. ნამდვილი უსინდისობა და უგუნური გულგრილობა მოძღვარს უწოდებს და ამბორით გასცემს. იუდა თითქოს ინარჩუნებს გარკვეულ პატივისცემას მოძღვრისადმი და გასცემს არა პირდაპირ, არამედ ამბორით. რომელიც წმინდა ადამიანი შეძლებდა თავისი გამცემლისგან ამბორის მშვიდად მიღებას. შენ კი ზეცის სიმშვიდევ, დაბლად და მწუხარე სიყვარულით ეუბნები გამცემელს, ჩემო მეგობარო, რისთვის მოსულ ხარ. ხოლო იესო რქვა, მოყვასო, რომლისათვის ძამოსრულ ხარ.
მაშინ მოუხდეს და დაასხნეს ხელნი მათნი იესუსზედა და შეიპყრეს იგი. და აჰა ერთმან იესუსთანამან მიყო ხელი და იხადა მახვილი და სცა მონასა მღვდელმოძღვრისასა და წარკვეთა ყური მისი. მაშინ რქვა მას იესო, მიაქციე მახვილი ადგილსავე თვისა, რამე თუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდნენ. ანუ ჰგონებ ვითარმედ ვერძალმიც ვედრებად მამისა ჩემისა და წარმომიდგინოს მე აწაქა უმრავლესი 12 გუნდთა ანგელოსთაი და ვითარმე აღესრულნენ წერილნი, რამე თუ ესრედ ჯერ არს ყოფათ. როგორც იოანე ამბობს, პეტრე იყო ის, ვინც მახვილი ამოიღო. მახვილი თან ჰქონდა, რადგან მანამდე კრავი დაკლა, რომელიც სერობაზე იგემეს. ჩვენ პეტრეს არ გავსჯით, რადგან იგი ასე არასაკუთარი თავის, არამედ მოძღვრისადმი მოშურნეობის გამო მოიქცა, ხოლო უფალი გარდაქმნის რამას სახარებისეული მოქალაქეობისთვის ასწავლის, რომ არ შეიძლება გამოყენება მახვილისა, თუნდაც ღვთისთვის შურისძიების მიზნით. მოკვეთა რა ყური პეტრე გვაჩვენებს, რომ იუდეველები შეუსმენლობით იყვნენ ავად. შემდეგ უფალს მოყავს გამონათქვამი რჯულიდან, რომ მკვლელი უნდა მოიკლას, რადგანაც რჯულის სწავლებით მახვილი სამღებნი მახვილითვე მოსწყდებიან. ამით იგი იმაზე მიანიშნებს, რომ იუდეველები, რომელთაც მახვილი მის წინააღმდეგ აიღეს, რომაელთა მახვილით ამოწყდებოდნენ. მას ჟამსა რქვა იესო ერსა მას, ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხვედით მახვილითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა. დღითი დღე თქვენთანა ტაძარსა მასში ნავჯედ და გასწავებთ და არა შემივყართ მე. ხოლო ესე ყოველი იქმნა, რაითა აღესრულნენ წიგნი წინასწარმეტყველთანი. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ილტოდეს. ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს კაიაფასა მღვდელმოძღვრისა, სადა იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნენ. ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე მღვდელმოძღვრისა და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანახილვად აღსასრულისა. ხოლო მღვდელმოძღვარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუ მოწამეთა იესოსთვის, რაითამცა მოკლეს იგი და არ აღპოვებდეს. და მრავალნი მოსრულიყვნეს ცრუ მოწამენი და არ აღპოვნეს. აქ იყვნენ შეკრებილნი მწიგნობარნი და უხუცესები და სინედრიონის წევრები, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ შეპყრობილის ხილვას. შუა ღამე იყო, როცა კანონით არ შეიძლებოდა დამნაშავეთა საქმის გარჩევა. აგრეთვე არ შეიძლებოდა დამნაშავეთა საქმის განხილვა ისეთი დიდი დღესასწაულების წინ, როგორიც იყო პასექი. მაგრამ სინედრიონმა არ ჩათვალა საჭიროდ ანგარიში გაეწია არც კანონისთვის და არც ჩვევისთვის, იჩქაროდა რა საქმის მალე დასრულებას. გადაუდებელი საქმისას რჯული იძლეოდა ნებას, რომ თუნდაც ვერ შეკრებილიყო ყველა წევრი სინედრიონისა, საკმარისი იყო თავმოყრა 23-ისა. მაგრამ სინედრიონის წევრებმა იმ დღეს გამოიჩინეს გულმოდგინება და შეიკრიბნენ თითქმის ყველა ისეთების გარდა, როგორიც იყო ნიკოდიმოსი და იოსებ არიმათიელი. ეს იყო ჭეშმარიტად უკანონო შეკრება. შუაღამისას, როდესაც მთელ ქალაქს ეძინა, მოწმეთა მოძებნა არც თუ ადვილი იყო. თითოეული იხსენებდა და სხვებსაც ახსენებდა იმ ადამიანს, ვინც ცრუ მოწმედ გამოდგებოდა, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას ოდესღაც მოესმინა მაცხოვრის საუბარი. მსაჯულთა ასეთი მოწადინება განსასჯელის დასადანაშაულებლად, მათი სიჩქარე და დაბნეულობა სინედრიონის შეკრებას უცნაურ შეხედულებას აძლევდა და მოჩვენებითი სამართლიანობის მიღმა
აშკარად ჩანდა გაბოროტება და პირადი სიძულვილი. რატომ ვერ ბედავდნენ მღვდელმთავრები ესარგებლად იუდას სამსახურით, რომელმაც იცოდა უფლის სწავლებისა და საქმეთა შესახებ, რომელსაც შეეძლო ახალი გასამრჯელოს სანაცვლოდ მოძღვრის ყველაზე მკაცრი მბრალდებელი ყოფილიყო. როგორც ვნახეთ, მოღალატემ შეასრულა დანაშაულებრივი დაპირება, მიუთითა მოძღვრის ადგილსამყოფელზე და იქაურობას განეშორა. ამიტომ მისი სასწრაფოდ მონახვა ძნელი იყო. ამასთან იუდასეული დამოწმება მას შემდეგ, რაც მისგან მაცხოვრის გაცემას შეიტყობდნენ, მიუკერძოებელ ადამიანებში ფასეული არ იქნებოდა. თავად იუდასაც ძნელად თუ აღმოაჩნდებოდა ისეთი კადნიერება, რომ ცილი დაეწამებინა თავისი მოძღვრისთვის მისივე თანდასწრებით. ვნახავთ, რომ მის ბნელ სულში გაცემის შემდეგ უნებურად შემორჩა ძლიერი განცდა მაცხოვრის უდანაშაულობისა. ხოლო უკანასკნელ მოვინმევიდეს ორნი და თქვეს ვითარმეთ, ამან ესრეთ თქვა, ძალმით დარღვევად ტაძარი ესე ღმრთისაი და მესამესა დღესა ახშენებად. დიდი ხნის გასვლის გამო თუ ბოროტი განზრახვისა, ამ სიტყვებს ორივე სხვადასხვანაირად წარმოადგენდა. ერთი ცრუმოწმე ამტკიცებდა, თითქოს მაცხოვარს ასე ეთქვა, შემიძლია დავანგრიო ღმრთის ტაძარი და 3 დღეში კვლავ ავაშენოო. ამ სიტყვებში მსაჯულებს უნდა დაენახათ განსასჯელის კადნიერება, რომელსაც ერთვოდა ისეთი წმინდა საგნის უპატივცემულობა, როგორიც არის ტაძარი. მეორე ცრუმოწმემ განაცხადა, თითქოს მას მოესმინოს მაცხოვრის ნათქვამი, დავანგრევ ამ ხელთქმნელ ტაძარს და 3 დღეში ახალს ავაგებ ხელთუქმნელსო. აქედან ჩანდა, რომ თითქოს იესო ქრისტეს არა მხოლოდ ძალიან დაბალი წარმოდგენა ჰქონდა იერუსალიმის ტაძარზე, არამედ მისი დანგრევაც ჰქონდა განზრახული, რათა შეექმნა სხვა, მაგრამ არავინ იცის თუ როგორი ტაძარი, სავარაუდოდ არანაირი. ეს იყო აშკარა შეურაცხყოფა ტაძრისა, რაც ღვთისა და მოსეს გმობას უტოლდებოდა და რჯულის თანახმად გმობელის სიკვდილს ითვალისწინებდა. ცრუმოწმეთა ბრალდების გაბათილებაზე ადვილი არაფერი იყო, თუ შეპასუხებას საჭიროდ ჩათვლიდნენ. ჯერ ერთი უფალს არასდროს უთქვამს, შემიძლია დავანგრიო ან დავანგრევ, არამედ მხოლოდ იგავურად ეუბნებოდა იუდეველებს, რომლებიც სასწაულს ელოდნენ. მეორეც, როდესაც იგი ამას ამბობდა, იერუსალიმის ტაძარს კი არ გულისხმობდა, არამედ საკუთარ სხეულს. ამ სიტყვებს ასეთი აზრი ჰქონდა, თქვენ ითხოვთ სასწაულს და მას ჩემი აღდგომისას მიიღებთ, რადგან როდესაც ჩემი სხეულის ტაძარს დაანგრევთ, მესამე დღეს აღვადგენ მას. მაშინ აღდგა მღვდელმოძღვარი იგი და რქვა მას, არარას მიუგება, რასა ეგ შეგწამებენ შენ, ხოლო იესო დუმნა. კაიაფამ, რომელიც აქამდე თავის ადგილზე იჯდა და არაწმინდა საბჭოს თავმჯდომარის მედიდურობას ინარჩუნებდა, პირველმა დაკარგა მოთმინება, დადგა შენობის შუაგულში, სადაც უფალი იყო და მრისხანებით მიმართა, ხმას რატომ არ იღებ, არ გესმის, რომ შენს წინააღმდეგ ამოწმებენ, მაგრამ უფალმა არაფერი უპასუხა. მაშინ მღვდელმოძღვარმან მან რქვა მას, გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაითა მითხრა ჩვენ, უკვე თუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა. რქვა მას იესო, შენს თქო, ხოლო გეტყვი თქვენ, ამიერიდან იხილოთ ძეკაცისაი მჯდომარე მარჯვენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანაცისათა. მაშინ მღვდელმოძღვარმან მან დაიპო სამოსელი თვისი და თქვა ვითარმეთ, გმო, აწ უკვე რასაღა გვიხმან მოწამენი, აჰა ესერა გესმა გმობა იმაგისი, რა იგნებავს თქვენ, ხოლო მათ მიუგეს და რქვეს,
თანამდებობ არს სიკვდილისა. მღვდელმთავარი არ აცხადებს თავის აზრს, მაგრამ ითხოვს ამას თავის თანამზრახველთაგან, როგორც აშკარად ღვთის გმობას დიდ დანაშაულზე. მაგრამ რადგანაც მღვდელმთავრებმა იცოდნენ, რომ თუ კი მოხდებოდა საქმის გამოძიება და ყველაფრის გარკვევა, ქრისტეს სრულიად უდანაშაულო გამოჩნდებოდა, ამიტომ თავად სჯიან მას. მსმენელებს აფრთხილებენ და ეუბნებიან, ხომ მოისმინეთ ღვთის გმობა მისი. შეხედეთ ლამის როგორ აიძულონ, ლამის ძალდატანებით გამოგლიჯონ მსჯავრი. ისინი თავად ბრაზდებენ მას, განაჩენს თავად აცხადებენ, ყველაფერს თვითონ აკეთებენ. შუაღამე უკვე გადასული იყო, რჩებოდა დილის სხდომაზე დაემტკიცებინათ უკვე გამოტანილი განაჩენი და მთელი საქმე გადაეცათ რომის პროკურატურისთვის, რათა სისრულეში მოეყვანა. რატომ არ მოკლეს მათ უფალი საიდუმლოდ? იმიტომ, რომ სურდათ მისი დიდებისთვის ბოლო მოეღოთ. ბევრი იყო ისეთი, რომელთაც მოესმინათ მისი საუბრები და გაოცებულნი იყვნენ ამით. ამიტომ უფლის მტრები ცდილობდნენ მის მოკვლას საჯაროდ, ყველას თვალწინ. ქრისტე თავის მხრივ არ ეწინააღმდეგებოდა ამას, არამედ ცდილობდა, რომ მათი ბოროტება გამოეყენებინა ჭეშმარიტების იარაღად. ამრიგად მოხდა არა ის, რაც მტრებს სურდათ, რათა მიეცათ იგი საყოველთაო შერცხვენისთვის, არამედ ამით კიდევ უფრო იდიდა უფალი. ისინი უწინააღმდეგდნენ მოკლათ იგი, თორემ მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენ ადგილმამულსაც და ხალხსაც. სურდათ საჯაროდ ჯვარზე გაეკრათ, ევნოთ მისი დიდებისთვის, მაგრამ პირიქით გამოვიდა. ხოლო ის, რომ მათ ჰქონდათ უფლება თავად მიეცათ იგი სიკვდილისთვის, ჩანს პილატეს სიტყვებიდან, წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ. იუდეველებმა მიუგეს, ჩვენ არა გვაქვს ვისიმე მოკლის ნება, მაგრამ მათ არ უნდოდათ ეს, რათა ეჩვენებინათ სხვებისთვის, რომ მას სიკვდილი მიუსაჯეს, როგორც კანონის დამრღვევს, როგორც თვითმარქვიას, როგორც აღმაშფოთებელს. ამიტომაც გააკრეს მასთან ერთად ავაზაკები. ამიტომ ამბობდნენ, ნუ დაწერ იუდეველთა მეფე, არამედ როგორც მან თქვა, მე ვარ მეფე იუდეველთა. ყველაფერი ეს კი გაკეთდა ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. ასეთია ჩვეულებრივ მზაკვრობა, რასაც იგი იზრახავს ბოროტად, იმითვე ნადგურდება. მაშინ ნერწყვიდეს პირსა მისა და ხურთითა სცემდეს თავსა მისა და რომელნიმე ყვრიმალსა სცემდეს და ეტყოდეს, გვიწინასწარმეტყველებთ ჩვენ ქრისტე, ვინ არს რომელმა გცა შენ. ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა, მოუხდა მას ერთი მხევალი და რქვა მას და შენცა იყავ იესუისთანა გალილეველისა. ხოლო მან უარყო წინაშე ყოველთასა და რქვა, არა ვიცი რა საიტყვი. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხვამან და რქვა მონმდგომარეთა მათ. ესეცა იყო იესუისთანა ნაზარეველისა. და მერმეცა უარყო პეტრე ფიცით და თქვა, ვითარმედ, არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედ ისა მოუხდეს მონმდგომარენი იგი პეტრეს და რქვეს მას, ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამე თუ სიტყვა იცა შენი, გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო შეჩვენებად და ფიცად, ვითარმედ, არა ვიცი კაცი იგი. და მეხსეულად ქათამან იყივლა და მოეხსენა პეტრეს სიტყვა იგი იესუისი, რომელ თქვა მას ვითარმედ, ვიდრე ქათმისა ხმობადმდე სამგზის უარმყომე და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარეთ. საშინელი და გაუგონარი საქმე. მაშინ როდესაც შეიპყრეს მოძღვარი, პეტრე ისე გამწარდა, რომ სტაცამ მახვილს ხელი და მსახურს ყური ჩამოჰკვეთა.
მაგრამ როდესაც მეტი საყვედურის თქმა ეკუთვნოდა და უფრო მეტად გაფიცხება, ისმენდა რა ასეთ კიცხვას, მაშინ უარყო და შეაჩვენა იგი. პეტრემ ვერ გაუძლო უბრალო მეკარე ქალის ბრალდებას და ერთხელ კი არა, მეორედაც და მესამეჯერაც კი უარყო. სამივე გმობა მოხდა მცირე დროში, ისიც არა მსაჯულებთან. მას მაშინვე არც უგრძნია თავისი დაცემა. როცა იყილა მამალმა, თავისით ვერც მაშინ მიხვდა დანაშაულს. არამედ საჭირო გახდა, რომ ესეც მოძღვარს შეეხსენებინა მისთვის. აი ასე იყო იგი შიშისგან დათრგუნვილი. ხოლო როცა ქრისტემ მას ცოდვა გაახსენა, ვერ გაბედა ცხადად ტირილი, რათა ცრემლების გამო იგი დამნაშავედ არ ეცნოთ. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა. ეს უცაბედი და დიდი დაცემა პეტრესი, რომელიც მან მწარედ დაიტირა, დაშვებული იქნა ღვთის განგებით, არა მარტო მისი გამოცდისთვის, არამედ ყოველი ქრისტიანის დასამოძღვრად. იგი დაეცა, რათა ვისწავლოთ ცხოვრების გზის ფრთხილად გავლა. ამრიგად, ვისაც გონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს.